მომავალ კვირას სტრასბურგში შესაძლოა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილონ. დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს, რომ მათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საკომიტეტო და სასესიო ფორმატებში მუშაობა შეეზღუდებათ. რა მოლოდინებია აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში თამარ ციკლაური შემოგვიერთდება ახლა პოზიციებით პირდაპირ ეთერში. თამარ, გასვით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27-31 იანვარს არის ჩანიშნული და სწორედ აი ამ სესიაში მონაწილეობის მიღების მიზნით მათ შორის ემზადება ქართული საპარლამენტო დელეგაციაც. დღეს სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა დელეგაციის წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ, რომელმაც თქვა, რომ არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტულ ძალებს ჰქონდეთ მცდელობა, რომ დღის წესრიგში აი ამ სესიის განმავლობაში დააყენონ ქართული საპარლამენტო დელეგაციისათვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი. ამ მიმართულებით გივი მიქანაძემ მიუთითა დიპსტეიტზე და მათ შორის ასევე მიუთითა ქართული ოპოზიციური სპექტრის ინტერესებთან და მოთხოვნებთან დაკავშირებით, როდესაც ოპოზიციის ინტერესებზეა საუბარი, გივი მიქანაძემ ამ მიმართულებით ისაუბრა მათ შორის იმ მიმართვებთან დაკავშირებით, თუ წერილთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებმა გააგზავნეს სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელზე, ხელმძღვანელობის სახელზე და მოუწოდებდნენ, რომ სწორედ საქართველოს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით არ მოხდეს აღიარება ქართული საპარლამენტო დელეგაციისა და მოხდეს ამ დელეგაციისათვის უფლებამოსილების შეჩერება. გივი მიქანაძე ამბობს, რომ ეს არის კონკრეტული ძალების მიზანი, კონკრეტული ძალების მცდელობები, თუმცა ასევე ამბობს იმასაც, რომ ქართული საპარლამენტო დელეგაცია მიმართულებით აქტიურად აპირებს, რომ სტრასბურგში იმუშაოს, გამართოს მოლაპარაკებები და ის ამბობს, რომ იმედია არ დადგება მსგავსი ტიპის საკითხი დღის წესრიგში. რაც შეეხება უკვე ოპოზიციაში ამბობენ, რომ და ისინი მიუთითებენ იმასაც, რომ მიესალმებიან და კარგი იქნება თუ კი ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში, კარგი იქნება მათი თქმით, თუ კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას სწორედ ქართული საპარლამენტო დელეგაციისათვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხსაც და როდესაც აი ამ კონკრეტულ საკითხზე საუბრობენ, ოპოზიცია სწორედ მიუთითებს საპარლამენტო არჩევნების შედეგს, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებს ქვეყანაში და ამბობენ იმასაც, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს არ აქვთ იმის ლეგიტიმაცია, მათი თქმით, რომ ქართველი ხალხის ინტერესები და პოზიციები წარადგინონ ქვეყნის გარეთ. ეს დელეგაცია არის არალეგიტიმური არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული პარლამენტიდან და მას არ აქვს უფლებამოსილება, რომ საქართველოს წარმოადგენდეს მაღალ ტრიბუნაზე. შესაბამისად მივესალმები ამ ძალის ხმევას, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც უზურპაცია მოახდინა ხელისუფლების, არ იყოს ნაცნობის საერთაშორისო დონეზე. კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ არც ერთი თავმოყვარე საერთაშორისო ინსტიტუცია ქართული ოცნების ლეგიტიმაციას არ ცნობს. იცით, რომ თითქმის 2 თვეა მიმდინარეობს ქვეყანაში პროტესტი, საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიანად, ასე ვთქვათ, თავისუფალი არჩევნები არ ყოფილა, შესაბამისად ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და მის წარმომადგენლები ნებისმიერ საერთაშორისო ასპარეზზე არ წარმოადგენენ საქართველოს. ეს არის მთავარი мотиваცია, როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს სახელით არ აქვს უფლება ივანიშვილს და მის ბანდას წარმოადგენდეს ქვეყანას. ის მოლოდინი, რომ კონკრეტულად ევროსაბჭოს დელეგაციის ფორმატში მოხდება ამ საკითხების წამოჭრა, რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ არალეგიტიმური მთავრობა და პარლამენტი სრულიად არ ასახავს ქართველი ერის ნებას და მას არ შეუძლია ქართველი ერის სახელით ისაუბროს საერთაშორისო დონეზე. საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ტრადიციულად არსებობს ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა. საქართველო უკვე 26 წელიწადია ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი არის. ამიტომ ეს თანამშრომლობა რა თქმა უნდა გრძელდება და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არის ევროპის საბჭოში ჩართულობა და მონაწილეობა, თუმცა ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ გასული წლის აპრილიდან მოყოლებული საერთაშორისო კონკრეტული თანამდებობის პირების თუ პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი პოლიტიკოსების მხრიდანაც არაერთხელ გაკეთდა განცხადებები, რომელიც სამწუხაროდ
შეიძლება აღქმულ იქნას როგორც საქართველოს შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა. Deep State-ს აქვს საკმაოდ სერიოზული გავლენები და თავისი საცეცები ყველა მნიშვნელოვან სტრუქტურაში თავისი წარმომადგენლების მეშვეობით. ამიტომ მომავალ კვირას, როდესაც სტრასბურგში გაიმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, იქნება მცდელობა იმისა, რომ საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდონ. ამასთან მიმართებაში ჩვენ რა თქმა უნდა კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგავთ. გვაქვს რა თქმა უნდა მოლაპარაკებები როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობასთან, ასევე პოლიტიკურ ჯგუფებთან, კონკრეტული ქვეყნის დელეგაციებთან და ჩვენ ვართ განწყობილი იმისთვის, რომ საქართველოს გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა და არა მარტო მონაწილეობა, არამედ თავისი ჩართულობა და წვლილი შეტანა იმ პროცესებში, რაც ევროპის საბჭოს ღირებულებებთან არის დაკავშირებული. ჩვენ უნდა დავალოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა ფაქტი არის ერთი, რომ Deep State-ისთვის მიუღებელი არის საქართველოში მშვიდობაზე ორიენტირებული ხელისუფლების არსებობა და ცდილობს ყველა მიმართულებით, რომ თავისი შესაძლებლობები სადაც კი დარჩენია გააქტიუროს. მორიგი ანტიქართული ინიციატივა და ქვეყნის ინტერესების დაზიანების მცდელობა ასე აფასებს ამ საკითხს კონკრეტულად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შესაძლო დაყენების დღის წესრიგში დაყენების საკითხს ქართული დელეგაციისათვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ღიმილის მომგვრელია, როდესაც მსგავსი ტიპის საკითხების განხილვა ხდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამას საფუძვლად ედება თითქოს ქართული ხელისუფლების და ქართული საპარლამენტო დელეგაციის პრორუსულობის ნაწილი, მაშინ როდესაც ირაკლი კობახიძის თქმით წლების განმავლობაში სწორედ ქართული დელეგაცია იყო ერთ-ერთი ინიციატორიც, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და აყენებდა ისეთ ინიციატივას, როგორიც ეხებოდა რუსეთის დელეგაციისათვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს, თუმცა ამ მიმართულებით არ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამ ინიციატივას არ იზიარებდა, სწორედ აქედან გამომდინარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ახლა საქართველოს და ქართული დელეგაციის მიმართ მსგავსი ბრალდებებით, მსგავსი ტიპის ინიციატივების დაყენება არის ღიმილის მომგვრელი და ამბობს იმასაც, რომ ეს არის მათ შორის ოპოზიციისა და როგორც ის ამბობს, მათი პატრონების გავლენის და მცდელობების შედეგი. ყველა მიმართულებით, რა თქმა უნდა, ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ეს არის მორიგი ანტიქართული ინიციატივა, ნაბიჯი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათი პატრონების მხრიდან. ამით რა თქმა უნდა, ასეთი ინიციატივებით ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეარყევენ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს, თუმცა თავისთავად ეს მეტყველებს რა თქმა უნდა ოპოზიციის ბუნებაზე და მათი პატრონების ინტერესებზე, მათი ინტერესები სამწუხაროდ ეწინააღმდეგება ძირეულად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, იქ მუშაობა რა თქმა უნდა ჩვენთვის არის საინტერესო, თუმცა იმის და მიხედვით ვიმოქმედებთ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ წლების განმავლობაში, მათ შორის როდესაც მე ვიყავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, ჩვენ ვაყენებდით ხოლმე რუსული დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის საკითხს სხვა ქვეყნებთან ერთად და მაშინ საპარლამენტო ასამბლეა არ იზიარებდა ხოლმე ჩვენს პოზიციას. დღეს აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია, როდესაც პრორუსულობის საბაბით რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ ქართულ დელეგაციას შეუჩერონ მანდატი. რა თქმა უნდა, ასეთი ინიციატივები არის აბსოლუტურად ანტიქართული, თუმცა ამითაც ვერავითარ ზიანს ისინი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერ მიაყენებენ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში 27 იანვარს გაიხსნება და დაიხურება უკვე 31 იანვარს. მადლობ თამარ ციკლაური საუბრობდა ღია ეთერში.